მობრძანდით ილია, მობრძანდით. გამარჯობა, ოთო, როგორ გიკითხოთ? გაიხარეთ, დიდი მადლობა, თქვენ როგორ ბრძანდებით? კარგად, კარგად იმგზავრეთ. კი, ყველაფერი კარგად. რა ხდება თქვენ საფუტკრეში და თაფლის საწარმოში? ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ რა მეხوار შეგიმატებიათ? ესე იგი, თქვენი დახმარებით შევიძინეთ დანადგარები, დავნეგეთ გეოგაპის სტანდარტი, უკა გავაკარით, შიდა სარემონტო სამუშაოები ჩავატარეთ და შეგვიძლია შევიდეთ და დავათვალიეროთ და ნახოთ ყველაფერი. ძალიან კარგი წავიდეთ. მობრძანდით. მოკლედ სანამ საწარმოში შევალთ, მინდა რუკა გაჩვენოთ, რომელიც გეოგაპის სტანდარტის მოთხოვნის მიხედვით არის დამზადებული, რომელზეც დატანილია ჩვენ შესახებ ყველა ინფორმაცია, მისამართი, რომ მიკვლევადი გახდეს ჩვენი საქმიანობა. ძალიან კარგი, სასიამოვნოა და კარგად გამოიყურება. და საწარმოს დავთვალიერეთ. მობრძანდით. ესე იგი, ილია, ეს არის პერსონალის შემოსასვლელი ოთახი, სადაც ხდება პერსონალის ეკიპირება თავისი სველი წერტილით და გადავდივართ ძირითად საწარმოში, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში მოხდა შიდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება. რო აღწეროთ პროცესი, ესე იგი, რაც ხდება ჩვენ საწარმოში. ესე იგი, ეს არის ძირითადად თაფლის დამწურავი საწარმო, სადაც აი ამ ოთახში ხდება პირველი ჩარჩოების შემოტანა, გასათავსებელი ოთახია, სადაც დალაგდება დასაწური ჩარჩოები. შემდეგ გადმოდის დასაწურ ოთახში. შემოსული თაფლი აი ამ დანადგარში ითლება, რომლიდანაც გადმოდის ციბრუჩი, სადაც ხდება თაფლის გამოწურვა, ჩამოსხმა ჭურჭელში და შედის საწყობში, სადაც ხდება თაფლის უკვე გაფილტრა, ჩამოსხმა და ასე შემდეგ. ასევე თქვენი პროექტის ფარგლებში შევიძინეთ ეს დანადგარი, რომელსაც ქვია ჰომოგენიზატორი. ეს არის, ესე იგი, განკუთვნილი თაფლის ერთგვაროვნებისთვის, ესე იგი, შესარევად. გაერთგვაროვნებისთვის და თან შესარევად, რომ ერთგვარი თაფლი გქონდეს. გადავინაცვლოთ ჩამოსასხმელ ოთახში, სადაც ახლაც კი თაფლის ჩამოსხმა მიმდინარეობს. ეს არის საწყობი. აქაც თქვენი პროექტის ფარგლებში არის შეძენილი 200 ლიტრიანი უჟანგავი ლითონის აუზები, რომელშიც მოთავსებული არის თაფლი, გაფილტრული თაფლი და ხდება ჩამოსხმა და სარეალიზაციოდ არის უკვე გამზადებული. კი ბატონო, ძალიან კარგი, კარგად გამოიყურება. ეტიკეტებს აკრავთ? ეტიკეტებსაც ვაკრავთ, რა თქმა უნდა, ჩამოსხმის შემდეგ ეტიკეტების მკვლევადობისთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელია, კი ბატონო. კი ბატონო, მადლობა, აღარ შეგიშლით ხელს. გეოგაპის მოთხოვნილებები, როცა შევასრულეთ, ჩამოვიდა აუდიტი, მასერტიფიცირებელი, რომელმაც დაათვალიერა ჩვენი მეურნეობა, ნახა ჩვენი ჩანაწერები და მოგვანიჭა გეოგაპის სერტიფიკატი. კი ბატონო, ძალიან კარგია, იმიტომ რომ მოხმარებელს გეოგაპის სერტიფიკატის მქონე პროდუქტი ანიშნებს, რომ ეს არის უნებელი, მიკვლევადი და კანონთან შესაბამისობაში მყოფი საწარმოდან მიღებული პროდუქცია. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო სურსათის უნებლობის, არამედ მიკვლევადობის მხრივ და ასევე მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის გარემოს დაცვა და საწარმოში დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო პირობები და შრომის უსაფრთხოების საკითხები. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სერტიფიცირებით დავეხმაროთ ისეთ ფერმერებს, ვინც კარგ პრაქტიკებსაც ასრულებენ, კანონსაც ისევე, რომ უკეთესად გაყიდონ თავისი პროდუქტი. გეოგაპის სტანდარტის მიხედვით ვაწარმოებთ ჩანაწერებს საფუძვე მეურნეობაში, თუ რა სამუშაოები ტარდება, ასევე შეწამლები, როდის, რა პერიოდში ყველაფერს ვაკეთებთ, ასევე გავაკეთეთ თაფლის ანალიზი სტანდარტის მოთხოვნის მიხედვით და ჩვენი საწარმოს წყლის ანალიზი. ასევე ტარდება ჩვენს მეურნეობაში ტრენინგები გეოგაპის მოთხოვნის მიხედვით, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლებები, რომელსაც ესწრება მეფუტკრე ფერმერები. ძალიან კარგი. წელს როგორი წელი იყო? ესე იგი, წელს საშუალო წელს დავარქვევდი და იმედია მომავალში უკეთესი იქნება.
იმედია გეოგაპი დაგეხმარებათ, რომ უფრო აუცილებლად კარგად გაყიდოთ და უფრო ღირებულება შემოტოთ პროდუქციას და თქვენ საქმიანობას. რა თქმა უნდა, სერტიფიკატი ფერმერებსაც ეხმარება, რომ დაფასებული იყოს თავისი შრომა და მუდმივად განვითარებაზე იმუშაონ. კი ბატონო.